არა იყავით არა მარ ხან ჩვენ არის ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიგნალის მუნიციპალიტეტში საკრებულო წვდომაზე ვესწრებით საკითხი ეხება ძალიან სამწუხარო რამს სიგნალის მუნიციპალიტეტი აპირებს ხელფასების გაზრდას მერის თანამშრომლებისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში 3 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ფონდი და ამას დაკავშირებით ეხლა დაიწყება წვდომა და მოვისმენთ მათ პოზიციას. იყოს არიან. კი ბატონო, ჩვენ ახლა როგორც ატყობთ ხელს აღიშლით, პირველ რიგში მოგესალმებით, ყველანაირად ხელს შეგიწყოთ პირიქით. გამომდინარე ინტერესიდან, ძალიან დიდი ინტერესიდან, ჩვენი ამოცანა არის რომ მოგისმინოთ პირველ რიგში, ამის შემდეგ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი მოსაზრება გამოვთქვათ, ამიტომ ვართ განწყობილნი ძალიან კონსტრუქციული საუბრისათვის და ვთხოვთ თუ თქვენ მზად ხართ დასაწყებად ხსნომისთვის დაიწყოს ხსნომა და ეს დამსწრე საზოგადოება რაც შიგნით არის სამიმდენი გარეთ და განგებარ შემოვიდნენ რომ ხელი არ შეგეშალოს თქვენ. ამიტომ ეს არის პასუხი იმ თქვენს ოფისზე რომელიც შევდახტებით მაშინ საკითხებზე ზუსტად საშუალება გქონდეს ჩვენ რომ ნამდვილად ვიმოქმედოთ როგორც კანონი საშუალება მოგეცეს რომ ავხსნათ ის საკითხები რომელზეც ყველას რომ დასაკითხებებზე ვიცესებში რაც ვიგას აქედან გამომდინარე რეგისტრაცია ხელი გვეშინებოდა ეხლა კორონის შედგა თუ არ შედგა მოვახსენოთ ხალხმონია და დავიწყოთ მაშინ ჩვენ უკვე დროზე გადასდა რეგისტრაცია გადაარდა სამბილეთში რეგისტრაცია დავხარდა, ხალხადროლია. რეგისტრაცია დავხარდა. ნელა გითხარით, რა. არა.
აი დავიწყდი მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით დავსის საზოგადოება. სტომას გახსნათ ვაცხადებ. ეს წესრიგის აღოდგენილი გვაქვს შენ ორი საკითხი. გადაცნობთ ამ საკითხებს. თანამდებობის და პროფესიული საჯარო მოხდეთა თანამდებობრივი სარგებლობის ოდენობების განსაზღვრა და მერიის სასტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. სილაგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის ნომერი 38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მეორე საკითხი. ქალაქ სიღნაღში აღმაშენებლის მოედანი ნომერ 2-ში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული 34 კვადრატული მეტრი ფართობის ერთი ოთახის საკადასტრო კოდი აღნიშნულია პირდაპირ წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზრუნველყოფით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ. ხოდ აღნიშნულ საკითხებს უყაროთ პეიჯი, ხელისაწვდომით დავაფიქსიროთ, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი ვინ არის? გააქვს საშუალება დაითვალო? თავი შეიკავა. მადლობა. რაც შეეხება პირველ საკითხს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგებლობის ოდენობების განსაზღვრა და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის ნომერი 38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი მერიის წარმომადგენელი ქალბატონ ლია ყანდაშვილი და საკრებულოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ილია ბაიდოშვილი. ხოდ ქალბატონ ლია სესიაზე ვარ. ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ილია ყანდაშვილი. მოგახსენებთ, რომ ახალი საჯარო კანონის თანახმად 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო მოხელეები უნდა გარდაქმნილიყვნენ პროფესიულ საჯარო მოხელებად და გადანაწილებულიყვნენ რანგებში. 2017 წლის 21 აპრილის 200 მეტრამდე მთავრობის დადგენილების მიხედვით. ჩვენ ეს მითითება მოგვივიდა მაისში, დრო ჰქონდა ძალიან მცირე და მითითება იყო, რომ პირველი რანგი უნდა მიგვენიჭებინა სამსახურის უფროსებისთვის, მეორე რანგი ნაყოფიერების უფროსებისთვის და მესამე რანგი შედგება მოგეხსენებათ 3 კატეგორიისგან, პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. მითითება იყო ასეთი, რომ პირველ და მეორე კატეგორიაში უნდა მოთავსებულიყვნენ მთავარი სპეციალისტები, მესამე კატეგორიაში წამყვანი სპეციალისტი. ანუ კანონის საშუალებას იძლეოდა, რომ მესამე რანგის პირველ და მეორე კატეგორიაში მთავარი სპეციალისტები ყოფილიყვნენ. ჩვენ ვინაიდან მოგახსენებთ, რომ დროში ვიყავით ძალიან შეზღუდულები, ვერ მოხდა დეტალურად სამუშაო აღწერილობების გაანალიზება, ფუნქციური დატვირთვის შესწავლა და 26 მთავარი სპეციალისტი ყავდა იმ პერიოდში. პირდაპირ ვანიჭებთ მესამე რანგის მეორე კატეგორია. ამ დღის განმავლობაში დავწუნდით, რომ ზოგიერთი პოზიცია, ხას უსვამ პოზიცია და არა მოხელე, შესაბამისი არის 215 დადგენილების შესაბამისად
მესამე რანგის პირველი კატეგორიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნილიყო, სამუშაო ჯგუფის წევრებს მოგახსენებთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბადიაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა გულიაშვილი, თქვენი მონამორჩილი ია პანდაშვილი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ჯანიაშვილი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო სამსახურის უფროსი მალხას შვილი, იურიდიული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ია პაპუაშვილი. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შევისწავლეთ სამუშაო აღწერილობები დეტალურად, ამ პოზიციის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოგახსენებთ დადგენილების მიხედვით აღნიშნული კატეგორიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. პასუხისმგებლობა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების წარმოების, მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას. დავალების შესრულების პროცესში ახდენს ოპტიმალური ვარიანტების შეცვლას და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, უშუალოდ ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით. ცვლის მეორე რგოლის სტრუქტურული ერთეულის უფროს და ხელსაწყო საქმიანობაში ორგანიზებასა და მართვაში. აქვს კონკრეტული სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის უფლებამოსილება, შესაძლებელია დაეკრესოს უმნიშვნელო მენეჯერული ფუნქციები. ანუ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ჩვენთან რაც ერთხელ ძველად მთავარი სპეციალისტი, ახლა თქვია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ისეთი პოზიციები, რომელშიც დასაქმებული მოხელეები ჩართულები არიან ჩვენთან შექმნილ მუნიციპალიტეტის მერიის შექმნილ სხვადასხვა კომისიაში, მუშაობენ კომისიაში, ფუნქციურად არიან დატვირთულები და ამასთან ერთად შეიცავენ ისეთ კომპეტენციებს ჩამონაცვლას მოგახსენებთ, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ცვლილებისა და სიახლეების ინიცირების უნარი, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, კომპლექსური აზროვნება, დროის ეფექტიანი მართვა, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი. 29 მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან ჩვენ შევარჩიეთ 6 პოზიცია, რომელიც გადავწყვიტა სამუშაო ჯგუფმა, რომ შეიძლებოდა მიენიჭებინა მეორე კატეგორიიდან პირველი კატეგორია. აქ საუბარია მესამე რანგზე. ესენია ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების საკითხებში. მეორე ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანის რესურსების მართვის და საზოგადოების განყოფილების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანის რესურსების მართვის საკითხებში. მესამე ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური მომსახურების საკითხებში. მეოთხე ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის მშენებლობის არქიტექტურაზე ხედავნის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობის და მშენებლობის საკითხებში. მეხუთე ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში. და მეექვსე კულტურის განათლების, სპორტსა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კულტურის და განათლების საკითხებში. შესაბამისად პირველი კატეგორია მოიცავს სახელმწიფო ბაზეს, რომ ჩვენ ამჟამად პირველ კატეგორიაში ყავს სოფლის წარმომადგენლები 14 წარმომადგენელი, რომელიც საკრებულოს ანუ წმონებულებს გულისხმობ, ხო? ბატონო? წმონებულებს გულისხმობ? წარმომადგენლებს. კარგი ბატონო. ადმინისტრაციულ ერთეულებში. წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულებში 14. ესენი არიან პირველ კატეგორიაში და მათი დაფასი განისაზღვრება 1100 ლარი. 2017 დეკემბრის დადგენილებით. საკრებულოს დადგენილებით. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პირველი კატეგორიის 6 თანამშრომლისთვის მოხელი პოზიციისთვის ხელფასი ყოფილიყო 1000 ლარი.
და სულ მთლიანობაში ჯამში რამდენ მოხელეს ემატება ხელფასი მთლიანობაში. აი თქვენ ჩამოთვალეთ ჯამში რამდენია? ვიცემერი რომელი კატეგორიაა? ახლა დაგვაქვს მხოლოდ პირველი კატეგორია, რომელსაც ემატება ჯამში 6-ია, 10-ია, ეს მაინტერესებს. ანუ მე რა მაინტერესებს იცით ალბათონო? ბოდიში, უბრალოდ აი მე მაქვს სამსახურის უფროს თქვენივე მონაცემებით, რომელსაც ხელფასი უნდა 1000 ლარი და უხდება 1500 ლარი. განყოფილის უფროს, ხო და კიდევ უარესით განყოფილების უფროსი 810 ლარი და 1200 ლარი გირებათ რომ გახდეს. მერის მოადგილეს 1300 გქონდა და ეხა 1800. აი ამასთან დაკავშირებით ასე. ანუ ეს უკვე გაიტანეთ? ეს რამდენს იგებს სამსახურის უფროსი? 1000 ლარს თუ 1500 ლარს? სამსახურის უფროსი დიახ. 1500 ლარი მესამე ისა გვაქვს არჩეული და 1000 ლარს ოდის იგებდა? 1000 ლარს დიახ. 1000 ლარს იღებდა წინაწლებში არა, ნუ ახალი საჯარო კანონის ამოქმედების წინ 1 იანვრამდე 2018 წლის 1 ესე იგი ერთხელ უკვე გაზარდეთ და კიდე აპირებთ განგებოთ ხო გაზარდეთ. ის უძრდით ახლა არავის აღარ ხო, მაგრამ 2018 წლის 1 იანვრამდე. მარტო სპეციალისტების სიგაზე, მომატებაზე. ანუ თქვენ ამბობთ რომ სამსახურის ბოდიში ვაპატიეთ ეს გისმენთ და ვეცნები მაქსიმალ კონსულტაციას. სამსახურის ხელმძღვანელს უკვე მოუმატეთ ხელფასები? ასე გამოდის? 2018 წლის 1 იანვრამდე იღებდნენ 1000 ლარს და ეხა იგებენ 1500 ხალბატონ მობძანო, ხო ეხა? 2016 წელს იღებდნენ. 2018 წლის 1 იანვრამდე იგებდნენ. 2018 წლის დეკემბერში იყო ეგ ისა. ყოველდღე ხო არ გიდათ ეს ხელფასების და საშოვარზე მოსული ხალხი ხარ. აი ეს ძალიან მოუსმინოთ. არა, მე მაინტერესებს ეს ჩამონათვალი რა სამსახურის უფროსები არ ემატება არ გაგიგინეთ მეგობრებო, არ გაგიგინეთ. ერთადერთი იმიტომ რომ არ ახარ მარტივი ძალიან ხო, ძალიან წყარა. მარტივი ვითარება შეაძლოს. 5000 პრემია რო აიღეთ, გორიათ თქვენ. ვინ მე? ასო ეს 6 წელი 7 წელი დავიდა. დასლაპარაკო, ვინ აიღო? დასლაპარაკო. ეხლა თქვენ ჯერების სამთი მაჩვენე ეს და ბაგარა ამშვიდი და მამას მიხედეთ აჯექი და დამშვიდი დამწავდი და დამშვიდი აჯექი დავაცალე ერთი წავდი ოთა დავაცალე ინფრასტრუქტურა რანგრეულია კუჩაში და ის გააკეთეთ დოკუმენტი დოკუმენტი მანაცე
საფუძველზე გადასხდას გარავი. ეს დოკუმენტი არ არსებობს. ვის საფუძველზე როგორ იმატებს ხელფასები მაღალ ჩინოსების მერი ეხა თქვენ მითხარი არ უნდა თქვათ რომ უკვე მომატებული მაქვს არ უნდა თქვათ რომ ეხა მომატებ What
ერები დაიოქე, ერები. ერთი დღეც არ მომეს აი საშუალება არასრულ ყოფილი ბატონო რაღაცას გაგიწევით ხო ეს ბატონო მისია ბატონო გიორგი რა ვერ გავიგე როდესაც ყოფილა საკრებულო სტობა როდის ხო საკითხზე დაჩაგრუფა და არ გასულა ეს ობიექტი რა ეხა მომისმინე. იქ სადაც არის? მომისმინე. ბატონო საფია. ბატონო ილია. ეკენდო კიდე მომისმინე. საკრებულო საფრანგეთის პროსპა გაგმომიგზავნა მეილზე რატო უნდა მქონდეს მე სხვა და რატო უნდა მქონდეს სხვა ხო და ამაზე გაგვეცით პასუხი. რატო გადმომიგზავნა ესე იგი ხელფასები გაგიზრდია თუ კი? მომისმინეთ ეხა. ჩვენ უმცირესობაში ვიქნებით უმრავლესობაში. ჩვენ ვერგაც მოსდუხა ვარ ვიცი რომელი საკრებულო ხარ თქვენ? ფეოდალის შიოლაშვილი რო გაჩმევინებ გერმანეს. ის საკრებულო ხარ თქვენ? ფეოდალის შიოლაშვილი რო გაჩმევინებ. ერთმანეთს. და თქვენ ვიცი რომელი საკრებულო ხარ? ვიცი რომელი საკრებულო ხარ? ვიცი რომელი საკრებულო ხარ? ვიცი რომელი და ნუყვილი ხარ? ვიცი რომელი საკრებულო? Facebook მაყურებლებმა საბუთი რომელიც ჩვენი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებს გუშინ გვიან საღამოს გამოუგზავნეს იმის მიხედვით ბათხოვეს საბუთი ის არის სასტატონოსა შერაცაგავს ბათხოვე სასტატონოსა შერაცაგავს რისი მიხედვითაც ესდებოდა ხელფასი ყველა მაღალ ჩინოსთან და ბაჩორის სამსახურის უფროს 1000 ლარიდან 1500 ლარამდე განყოფილების უფროს 800 ლარიდან 1200-მდე მერის მოადგილეს 1300-დან 1800 ლარამდე და მას შემდეგ რაც ბილი ჩვენ დღეს გავმართეთ ბრიფინგი ჩამოვედით სიგნალში და განვაცხადეთ რომ დავესწრებით სხდომას შეცვალეს დოკუმენტაცია რაც კარგია თავის მხრიდან არის უკვე გამარჯვება და სრულიად სხვა დოკუმენტი უჭირავს ქართული ოცნების თელ დეპუტაციას და სრულიად სხვა დოკუმენტი გვაქვს ჩვენ რომელიც გუშინ ჩავიგდეთ ხელში და ოფიციალურად საორგანიზაციო სამსახურმა გადაუგზავნა ჩვენს დეპუტაციას. ძალიან სამწუხაროა და მე ხა ვეტყვი ბატონ თავმჯდომარეს, ბატონ მეს გვაქვს მთელი რიგი განცხადებები, მაგალითად როგორ ითხოვს მოქალაქე 250 ლარის დაფინანსებას მედიკამენტებზე და მას აქვს უარი ნათქვამი მიმდინარე წლის 14 მარტს, რომ არ არის შესაბამის მუხში თანხა საკმარისი და უარი ეთქვა. სამაგიეროდ არის ხელფასების მატების თანხა. მანახი როდის Shakro derderashus fondo. Derderashus fondები გავიტანან ეხლა და ამოვაწყდით. იმის კეთებაში რასაც თქვენ აკეთებთ. აი
Eso, ერთი წუთი რა არის მართლა იქ აცადი. ხოდა, ერთი წუთი გაჩერდი თუ შეიძლება. ერთი წუთი. ერთი წუთი. ეს უკაცრავად ეს აკრიტიკულ ვერსიას რო ითხოვდით ის კი ბატონო, ერთი წუთი. გისმა. ბოჭკო. ჩვენ ეხა უნდა ვიქნათ შეკვეთი. არა, ხო, ჩემი თხოვნა არის ერთი წუთი. ჩვენ ეხა გამძალზე თუ შეიძლება და ვისაუბროთ. არ გადო, არა, ჩემო ბატონო, არა. არავინ არ არის ქართული ოცნების ხარდაჭერების გარდა თქვენი აქტივისტებისა, არავინ არ არის სოლიდარული. არავინ არ არის სოლიდარული იმ საკითხისათვის, რომელიც თქვენგან გასაგებია. ამიტომ ეხა უნდა ვიქნათ ბატონო. აი, ხელმისაწვდომი უნდა დამატებული საშუალებას გაძლევთ ხდომა ჩაატაროთ და რა უკრათ მეტი ძალით მიცნათ ამას ჩვენ ჩუმდები და გაძლევთ საშუალებას გააძლევთ ხდომა უკვე გამართები ჩვენ ჩუმადავ სათქმელი ბევრი გვაქვს ჩვენ ბევრი გვაქვს არა ჩუმდები ან პენსია გაზარდეს, ან გადასახადები შეარჩიეს, ან ინვესტორები შემოიყვანეს, ან ცხოვრება გააუმჯობესდეს, რა გააკეთეს? არის რაც უფრო დია, დაარსდა 14 ლარი. 14 ლარი დაარსდა. 14 ლარი, დია, 1.66 დოლარი. ერთი წუთი. გააჩერ, არა ბატონო, შეიძლება გავჩერ. სამწუხაროდ, ერთი წუთი. ეხლა ბოდიში იძულებული ვიქნები. ჩვენ გვინდა, ეხლა ეს ვიდრე ეხლა საუბრობთ ამ წუთას, აწყობთ ამ ადამიანებს ის, რომ არ გაიგოს ხალხმა რა ხდება აქ. თუმცა ყველაფერი კარგად იციან. სამწუხაროდ მე ვიტყვი ერთი წუთი და მე კი ბატონო მოგიწევთ თქვენ. თქვენ სამწუხაროდ არ ხართ უნიკალურები აქ სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ყველგან იგივე გაკეთდა. ბოლო ბასტიონი რომელიც იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტი და იქაც ჯერ კიდევ ვერ გაბედეს, მაგრამ უახლოეს დღეებში აპირებს. ამიტომ რატო უნდა გავაბარეთ?
მომისმინეთ, რატო უნდა მომისმინოთ? ძალიან ხშირად მომისმინეთ. ერთი წუთი. სადაც შეიძლება ყველა ეპიზოდი სადაც შეიძლება შეიძლება ბატონო ყველა ფერზე ბატონო დესტრუქციული ვიქნებით, იმიტომ რომ ხელში ყოველი სადაც სოციალურ გაუცეს არაფერ არ ხელფასი არ მოიმატო და კარგ საქმეში პირიქით დაგიხმარებ. ჯერ საქმე გააკეთე და კარგი საქმეში დაგიხმარებ. მოდი ერთი წუთი თუ გამოვაცხადებ შესვენებას ყველანი ერთად ავდგეთ და გავიაროთ სიგნალის ქუჩებში, შევიდეთ ბაზარში აგრარულში, შევიდეთ ერთად გადაწყეთ ყველა მაღაზიაში ჩვენ თავად მოусმინეთ სიგნალებს. არა ნორმალურად ნორმალურად ატარებ იმაზე იმაზე და ხარი კაცი გავუგული აი გიბილინარები გასაუბაროთ. შესვენების გამოცხადება შეგიძლიათ, გამოვაცხადეთ შესვენება და ფეხით გავიაროთ სიგნალში. წამოვზადეთ ხალხში, დაუგეგმავად გავიდეთ. და თქვენ, კი ბატონო, ვიკითხე ყველაფერი ზედმიწევრით კარგად ვიცით. დამიჯერეთ. ხო და გამოვაცხადეთ შესვენება. სულწედა ვაძვაგინებაზე არ არის აქ საუბარი. აქ საუბარი ვაძვაგინებაზე არ არის. აქ საუბარია მიჯგომაში ხალხი რამდენად და რა გავაკეთეთ ესეთი იქნება თქვათ ეგეც რა გავაკეთეთ ესეთი თქვი რამდენია დახოჭილი მითხარი ერთი მითხარი ბაში ერთი მითხარი შოუ
საქმევაზე ლაპარაკობ. რომელი ხალხის საქმევაზე ლაპარაკობ? გუშეინება, ბოდიში. ბოდიში. დამძალი და ისაუბრეთ. არა, ჩვენი საქმე ის არის, რომ აი აიღოთ, რაც არ შეგუძლეთ. აი ეს არის ჩემი საქმე. აი ხა ისაუბრეთ გისმენთ, ხო არის შესაძლებლობა. დამძანდით. ხელს შეგიშლით. იმაში, რაშიც შესაშლელია. ხელს შეგიშლით. გისმენთ, კი ბატონო. გისმენთ. აგერ ბრძანდებით, საკრებულოს თავმჯდომარე აგერ ბრძანდებით მერი. ისაუბრეთ. დავუკავშირდით, მოვიდეთ და გაანერტყავ და გაიყვანეთ. აი, შემოგევდე. კარგია, ბორჯომის ინციდენტის შემდეგ იმედია ეფექტურობას გამოიჩენეთ. იმედია გამოიჩენეთ. მომისმინეთ. ყველაფერს თქვენ ეძახით შოუს, რასაც ეხება ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების წამოღებას და სახლებში წაღებას, სოციალურ დაუცველებისთვის თანხების მოკლებას, პენსიონერებისთვის პენსიის არ გაზრდას, ყველაფერზე ფასების გაზრდას, ამ ყველაფერს თქვენ შოუს ეძება, მე თქვენთვის ყოველთვის მიუღებელი ვიქნები. ამიტომ ვარ სხვადასხვა მხარეს. ამიტომ ვარ. ცოცხალზე კი არა, ხელფასებზე იმაზე ილაპარაკეთ. სოციალურში მოუმატეთ ხარს, მის მაგივრად ხელფასებზე. ამას რა ცოცხალზე ლაპარაკობ? 6 წელია ყველახან ხელისუფლებაში. არა, ჩემო მეგობრებო, ბათელია, მართლა ძალიან მიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ წინასწარ შეცდომებიც იყო, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სახელით იყვნენ 2012 წლამდე და დღეს აი აქ გიზიან თქვენ და გადმოპორტირდნენ, ღმერთმა შეგარგოთ. ეს არის ჩემთვის უდიდესი მორალური უპირატესობა, რომ ის ადამიანები, ვინც მართლა არ ვარგოდა, ყველა შეითვისეთ თქვენ. ღმერთმა შეგარგოთ. მაგრამ ამაში არ არის თავარი სახე. თავარი სახე არის იმაში, ეხლა თქვენ გვიხარით, რომ ხელფასებს აზრდით და თითოეული ადამიანი ძალიან ორგანიზებულად ამ დარბაზს დატოვებს. აი ეს უნდა თქვათ. ასაგებია. სიგნალში მაინც არის. როგორ საუბრობ სიგნალში? ეს შეიძლება მაინც გაარემონტეთ. გაარემონტეთ მაინც. ის მაინც გაარემონტეთ. აი ეს არის ამხელა კონტრასტი. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მეგობრებო, რამხელა კონტრასტია. თორმე როდესაც ხელფასები გააქვთ, ხელფასების მატება ხდება და ამას ხელს უშლის ოპოზიცია ჯანსაღი ოპონირების გზით და ეს უქმნის დისკომფორტს საკრებულოს თავმჯდომარეს ქართული ოცნებისა და მერს სიგნალისა ერთი ზარით თქვენ ხედავთ აი პატივცემულობ და საპატივცემულო პოლიციის თანაშრომლებს გავლეთ პარალელი ბორჯომთან ძალიან გთხოვთ ისედაც ფარათელი არის რა
Zabudi, sagamogigaudi და სხვა შეცვალეთ ისე. Zabudi. შესაძლებას ვაცხადებ და პირდაპირ მე ვეუბნები სამართალ დამცველს. რასე უნდა? არ გამზერდება სიტყვას სამეცნიერები არ დაგხვდება. კარგი, მანამდე იქ ვისარგებლოთ მოცემული შესაძლებლობები და შესვენები და გავიდეთ სიღნაღის ქუჩებში. მერი ხომძანდები დაგპატიჟე და გავისეირე. თქვენ უნდა ცხენოდეთ პირველ რიგში და არადი კამერია და ჩვენ. თქვენ ხართ სამართლო ხალხი. თქვენ ხართ სამართლო ხალხი. ხომძანდ ბატონო მერო. დაგპატიჟე გავიდეთ. აი ხო არა შესვენება ხუთი. შესაძლება გამზერდება. იბატონო. გავიდეთ, მე არ მეშინია. მე შიშზე აქ არ არის შემოგადო. არაფრის არ უნდა გეშინოდეს. გადა განსაული ჩადენისა. შემი ამოწან აქ არ არის იმ შევაში. შემი ამოწან არის. ვენდო მომხდარა ხოდა ის ადამიანები შემოგადო. აი და საკუთრება არ არა გაბადო რა არის კარგია თუ აღარ მოუმატე ძალიან კარგია მაგრამ თქვენ არ მაგალითად როგორ საკუთრება ვარი მე მაინც დაიხსენე არ მოიქცე ეს ადამიანი ეს ადამიანი შეუძლია Havari. სიგნალის დარბია 4 მილიონი წაიღე ჩატყიება მაგალოში რა გაკეთდა? სუდასენებული არა ხართ ბატონო მე სუდასენებული არა მე ცხოვრება არ ვიტეთ მე შუამაში ვარ. მე ვარ დასანებული 2017 წლის გახდით მერი და პრემია აიღე. ხმას როგორ იღე? პრემია ერთი თვის მოსულა. ოცები გავიდე. ბოლო რას გეუბნებია? საკითხის ერთი რამე დავიმახსოვროთ არ გეჩვენე. გიორგი რა გაგოგისა? არ მავალი. იქნა გამოიტანეს და ბევრს ეხონა სული შემოდგა მოწულა. რა გაგოგისა და რა გაგერიკა? აი ნიკას ვადორო, აი. ამან არ მოგვაწია. გრადი ღირებულება არ არის. ეს გამოგონდა ხვალარიქები. ეს არის მერი ხვალარიქება. ეს არის საკუთარ თანხმოვანი არ არის. ამიტომ არ გააკეთო ფიზა. თქვენ ამას აკეთებ დესტრუქცია, დიახაც, მაშინ მე ვარ თქვენ დესტრუქცია. არ მოიმართო შემობატონო ხელფასი და ვიგერი კონსტრუქციული და პირიქით მეტის დაგეგმა. მეორე საკითხი ბატონო. რატო? კომისიები და საერთოდ მოიხსნა ეს საკითხი. საერთოდ ოდენ მას შემდეგ არაფერი
არა ამ შეგიძლია ონა აი ესე კაია არაფერი სამწუხარო პოლიტიკური ახდება ჩილაის მუნიციპალიტეტში. აი კაცი ძებია ხელფასზე მაღალჩინოს რეკორდული ადამიანი. არაშობილი ძირითადად ქართული აქტივისტები, აქტივისტები მაშინ რაც ჩვენ დინი ჩამოვედი. დავმართეთ პრეზიდენტი, გამოთქვით სრულად დასწრებით. რამდენიმე საათის წინ შეცვალეს დოკუმენტაცია და ეხლა ამბობენ რომ საკითხი არის მოხსნილი. თუ კი მართლაც საკითხი მოსწონს, ეს არის უკვე რა თქმა უნდა გამარჯვება. მაგრამ თუ კი ისინი ჩაკეტილი კარს მიღება, ყველა მაინც მოახერხებდა და მოიმატებდა ხელფასებს. საკუთარ საქციელზე პასუხისგება მოუწევთ მათ. დანაშაულია დიახაც. ყველაფრის შემხედვარე დუმი. ისეთივე დანაშაულია, რა დანაშაულსაც ჩადიან თავად ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც ხელფასებს იმატებენ. ამ დროს პენსია არ გაზარდეს, წელს არც ერთი ვარი. ყველაფერზე ფასი არის ცაში ავარდნილი. ყველა კომუნალურ გადასახადზე ფასი არის გაძვირებული. ვარი გააუფასურეს იმდენად, რომ რეალურად სპეულარიანობა დაიკარგა. ხალხი შიმშილობს. წონორში, აგრარულ ბაზაში გამტიბელი გაცილებით მეტია, ვიდრე მიდვენი. პაციენტი ვერ ყიდულობს მედიკამენტს. ყოველი მე-6 მოქალაქე იკვებება ვალი, ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს. და ამ დროს აი ეს ბატონები, ბიძინა ივანიშვილის დგას ამობარებულები, საკუთარი ხელფასების მატებაზე ზრუნავენ და ახორციელებდნენ რო არა ჩვენი აქტივისტების ჩამოსვლა. საკითხი ამ წუთისთვის როგორც განაცხადეს თავად არის მოხსნილი. ორი საკითხი გადიოდა, ერთი იყო ეხებოდა ხელფასების მატებას და აი ეს სწორედ ეს ხელფასების მატების საკითხი არის მოხსნილი როგორც განაცხადეს, მაგრამ ამათი ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში არ გავაკეთებიოთ ეს ერთი და მთელმა საქართველოს კიდევ ერთხელ კიდევ უფრო კაფიო დაინახოს რეალური სახე ქართული ოცნებისა. როდესაც 700,000 საქართველოს მოქალაქე ყოველ უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანა საკუთარი გულპატრონის საშუალება ოჯახების შეინახოს. როდესაც ყველაფერზე არის ფასი მომატებული, როდესაც სამუშაო ადგილები იკარგება, პენსია არ იძლება, კომუნალურ გადასახადები ძვირდება, კიდევ ერთხელ დაინახოს, მათ შორის ქართული ოცნების რიგითმა ხარდაჭერებაც, რითი არის დაკავებული ის ადამიანები, ვისაც თითითიძე, კრამიტზე, აგური აგურზე არ დაუდია სიღნაღში უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში. მადლობა. მაყურებელს გიორგი ბოტკო და აუქსენი რა ხდება მე 2 შვილს ეს გამოქონდა სრული ეს საკითხი დასამტკიცებლად, მაგრამ როგორც კი გაიგეს რომ ამას მოყვებოდა ხმაური შეაჩერეს მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების ზრდის დამტკიცება და დატოვეს მხოლოდ თანამშრომლების ხელფასები. შუდასიდან 「
შეიძლება ერთად იქნება საუბრო ჩვენ ჩემი საკრებულოს წევრები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან ჩვენ ოქსერი ბიუროს ხდომაზე ის საკითხი რომელიც ეხებოდა ხელფასების მომატებას მხოლოდ რამდენი იქნება წინა ხამით გადმოგზავნილი დოკუმენტაცია ჩვენ საკრებულოს წევრებს სანამ არ გვექნება შესაძლებლობა 3 დღით ადრე ან თუნდაც რეგლამენტით რაც არის განსაზღვრული იმ ვადაში დოკუმენტაცია ყოველთვის იქნება ეს ამბავი თუ მოგწონთ ეს ამბავი მე მაგათ არ მომწონს ამდენ ხანს რომ მოიყვარ მე გაგვისკდება თუ რა იქნება ეს არის ჩემი შეურაცხყოფა და შენი შეურაცხყოფა უნდა იყოს მერიას დოკუმენტაცია შენ დაიწყო საკრებულოს წევრებს ოცნების საკრებულოს ჯეროჯიმას ადამიანო მე ადრე წაიკითხო და გაიგო გასიკახდი დეკიმთან არ ვიყავი აგირზე ეს თემა რომელიც დაჩქარებული წესით განხილვა რა უბედურება როგორ გავეცარი გირია აგალითია შეგულება როგორ დაიწყება შეგიშვები ვა ხოდა ჩვენ არების ხო ყველაფერი თქვი ჩვენ არ ვარღებთ კანონს არ ვარღებთ წესებს სესია გადავიშალე ჩვილო და რაღაცა მე იქნება გაასაჩივრეო და ხოლმე გავასაჩივრეო მეუბნა რაც მინდა რომ პოლიციის პროსპექტო გაასაჩივრე რო არ ხაშებოდა როგორც კი დაიწყება კანონი უნდა დაიწყოს როგორც კი დაიწყება შეხვდა ეს არის შესვენება როგორც დაიწყება შევძლებები კარგი კი ბატონო ხომ არის ხელფასების მომატება და შიგნით რა ხარ გამოგავიენება ჩემები არის შიგნით არ გინდა ლეგენდები მაგას ხაცი აჩემს მე ბრძოლია მაგრამ ეგრე არის რაშუაშია მე კარგი ბიურო არ გინდა რა უნდა გასაჩიო პოლიციას ხელფასები მომატა შენ რა გასაჩიო არ გინდა ეგ რაღაც გავლილი მაგერ ყველაფერი დაბაცადე სამილება რასე კოალიცია რაში გითხარით უშენ არის არ გაგიხილავდი და არ მოუმატებდი და ვერა და რატო არ გვაცდით შვილი რატო აი შემოხვედით სესია ჩაგვიშალეთ დედაშვილურად გეუბნები გაგვანერვიულებ თქვენც განერვიულებ არ თქვენ დაგეწერებათ ქულები არ უზდები არ უხეში თქვენ არ ჩვენთან რამე შემოდიან პოლემიკაში ჩვენ არა ვართ ჩვენ ოპონირებას არ უწევთ ქართულ ეროვნების დაშაკია მერია რატო დაგეშეკითხა დაგვაცადეთ ჩვენ დაგვაცადეთ რა იქნება მენაცვალე გასდით 6 წელი ხარ კიდე 2 გასდით რა ვქნა 2 წელს დაგასდით მე რა ვქნა ან 2 წელს 2 წელს ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში და ერთმანეთთან მოსასვლელი გზას ნუ გადაიხება შენ ხო დაგიშვიეს ეს რომ ეს დამიშვიე ჩემ შეშტობა მე თუ გამოვასწორე შენ როგორ გამოვასწორე აი ეს თქვენი მაგას გეუბნები თუ ისე იმას ვიყო თქვენ მეძალა და არ შეიძლება ვერ მოყოთ მომში ეგრე შეშტობა ეგრე მეუბნებო ეგრე
ძალიან საინტერესო ფაქტის მომზრენი გავხდება ჩვენ. ეს არის ფაქტი კი არა, ეს არის დანაშაული, რომელსაც ხელს უწყობს დღეს აი ეს სიღნაღის საკრებულო. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხონდათ მომზადებული, რომელიც უნდა დამტკიცებული იყო დღეს, სადაც არის განსაზღვრული უკვე გაზრდილი ხელფასები ამ შემთხვევაში მერის პირველი მოადგილის და ასე შემდეგ. ამბობენ თვითონ რომ ეს დოკუმენტი არის მიღებული თურმე ადრე, მაგრამ საკანონმდებლო მაცნეში, რომელიც არის ოფიციალური საიტი, საკანონმდებლო მაცნეში მე-16 დოკუმენტის შემდეგ დევს პირდაპირ მე-17 დოკუმენტი. არ ჩანს მე-18 დოკუმენტი, არ ჩანს მე-17 დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც აქვთ აი ეს დანაშაული ჩადენილი დღევანდელ აი ამ საკრებულოს. ამიტომ დღეს რო გაიგეს, რომ იქნებოდა მღელვარება, იქნებოდა პროტესტი, დამალეს ეს დოკუმენტი და შეეცადნენ უკვე სხვა დოკუმენტი წარმოედგინათ საკრებულოს ხდომაზე. წუხელ ღამე გადაუგზავნეს საკრებულოს წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან სულ სხვა დოკუმენტი და დღეს საკრებულოზე გამოიტანეს სულ სხვა დოკუმენტი. ეხლა რას აპირებთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას აუცილებლად სამართლებრივ სახეს მივცემთ. მე შემიძლია განახოთ ეს ლაივში, ასე ვთქვათ, განახოთ, რომ არ დევს მე-17 დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეს საიტზე და დევს პირდაპირ 16-ის მერე 18. ეს არის დამალული დოკუმენტი, რომელიც მიიღეს მალულად კაბინეტში, გაიზარდეს ხელფასები. ეს არის აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ აი ამ შენობაში არის ჩვეულებრივი ფეოდალური მმართველობა. აქ ყავთ ერთი ფეოდალი შიოლაშვილი, რომელიც მართავს ამ სართულსაც, დაბლა სართულსაც და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც საკუთარ თავზე აქვს მორგებული. ზია წამო. საკრებულო